ნაწარმოები შეიცავს თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან მოწყობილობის მოხმარებას. ნუ აიძულებთ ბავშვებს ისუნთქონ თქვენი კვამლი. მოწევა მავნებელია თქვენი ჯანმრთელობისათვის. ბიზნესმენი თემურ კოხოძე საირმის დღეს თითქმის მთლიანად 13,202 ჰექტარს ნახევარი საუკუნით იჯარის წესით ფლობს. მისი მფლობელობის მიღმა აქ დარჩენილია მხოლოდ რამდენიმე მცირე ნაკვეთი, რომლებიც ადგილობრივებს აქვთ გაფორმებული. ამ ნაკვეთების მფლობელები ამბობენ, რომ პროკურატურის წნეხის და ტერორის ქვეშ ცხოვრობენ. მათ წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები. ამის მიუხედავად მოსახლეობას საკუთრებას არ თმობს. ერთ-ერთია გელა სოსელია, რომელიც კურორტ საირმესთან რამდენიმე მეტრში მამაპეპისეულ მიწას და სახლკარს ფლობს. მეფუტკრეობას მისდევს და სხვა ტიპის სასოფლო-სამეურნეო საქმითაცაა დაკავებული. მას შემდეგ, რაც მისი საკუთრება ინვესტორს არ მიჰყიდა, სატყეო სააგენტომ სოსელიას წინააღმდეგ სასამართლო დავა წამოიწყო. უწყება ამტკიცებს, რომ სოსელიას საკუთრებაში არსებული ნაკვეთი სატყეო სააგენტოს კუთვნილებაა. გადაგიხდითო, გინდა თანხა მოითხოვეთო, გინდა ადგილსო სადმე გამოგიყოფთო და იქ კოტეჯს აგიშენებთო. მეუთხარი მაღაზია რაღაც ჩემთან არ უნდა მოსულიყავი, ვერ შეველევი ამ ადგილს თელebavშვობა აქვს გატარებული და მეუთხარი მაგ საკითხზე არ შემაწუხოთ. უარის შემდეგ გელა ბაღდათის მერმა დაიბარა. ინტერესი არისო რა თქვენი მიწების მიმართო რომ კურორტის განვითარების მიზნითო უნდაო თემურ კოხოძესო თქვენი ტერიტორიაო და თუ დათმობთო და მიყიდითო მორიგდებითო რა ჩემი მამაპაპისეული ადგილია და ვერ დავთმობ ამ ადგილს უთხარი რომ ვერ დავთმობ მაგ ადგილს რაფერაც არ უნდა დამიჯდეს რაცერაც არ უნდა დამიჯდეს აქ თანხაზე არა საუბარი უბრალოდ ვერ გავიმეტებ ამ ადგილს რომ გავყიდო თანამ სატყეო რეკონსტრუქციას გააკეთებდა სატყეო საზღვრებისას ჩვენ აქ ცხოვრობდით. სახლიც ჰქონდა, ფუტკარიც ჰყავდა და შვილებიც ჰყავდა კიდე ახალ. ჩემი შვილები არის უკვე მეხუთე თაობა და შვილი მყავს უკვე მე. მესხიებს სახელმწიფოსთვის 156,000 ლარის ზიანის მიყენებას ედავებიან. კურორტ საირმის წარმომადგენელი ვეფხია მესხიას უჩივის, რომ სასტუმროს ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთი თვითნებურად დაიკავა. თავად ვეფხია მესხია კი ამბობს, რომ ტერიტორიას ეკლიანი მავთული შემოავლო საფუტკრის ნადირისგან დაცვის მიზნით. რომ გავიფორმე 2021-ში მირეკავს ქუთაისიდან ერთი პიროვნება და მეო გამომძიებელი ვარო და დაბარებული ხართო თქვენ თაღლით თუ რაღაცა გებდაბათ ბრაზიო რომ გაგიფორმებიათ მიწა ზეწოლის და ასეთი რაღაცა და გამშვიფრდი რომ მე ვთქვი რა ეს 9 წლიანი მუხლი საიდან რისთვის თაღლით თუ რატყოთ გაფორმებულიო და სასამართლო არისო და პრობლემა არა ჩავედი ხო და დამიყადაღეს ეს მიწა და მე ვთხარი მე აქ ვთესავ დათესილიც ქონდა ჩვენ ერთი 200 ძირი პამიდორი ქონდა კიტრი კვახები და სიმინდი და მე ვთხარი აქ ვთესავ კაკალი მაქვს მე ვთხარი აქ მოყავს ერთი 4 მეშოკი კაკალი 4-5 დათმა თუ არ მომასწრო ხო და კაცო თქვენო ყველაფერი ჭამეთო იკვებეთო დათესეთ მოიყვანეთ წაიღეთ ოღონ გაფორმების საკითხზე გითხრეს თავი შეიკავეთო. რაც მაქვს ქონება, ეს რო ავწონოთ, 90% არის ესა. საქონელი და ფუტკარი. და არავის არ უაცოდებ თავს, რომ აი რაც უდათა ვარ, მოდი შემხედე ტყეში ვწვალობ. ეს მიყვარს და მიტო ვაკეთებ ამას. მე ამას კი არ მშია და მიტო კი არ ვაკეთებ. ეს მიყვარს, ეს სისხლში მაქვს. არავის არ უაცოდებ თავს და არავის არაფერს არ ვთხოვ. ხელი არ შემიშა, არაფერი არ გამიკეთო, ხელი არ შემიშალო. მე მივხედავ ჩემ თავს და რასაც ვაკეთებ და რა შემოსავალი გვაქვს, ბავშვებსაც ვდით და ნორმალურად ვართ რა, თავზე არ გადავგდის, მაგრამ არც გვაკლია, კარგად ვარ. სისხლის სამართლის საქმე სულ 15 ოჯახის მიმართაა აღძრული. 15-ვეს თაღლითობას ედავებიან, რაზეც 6-დან 9 წლამდე
პატიმრობის სასჯელია. ციური ფიფიაც მათ შორისაა, სოციალებთან და მესხიებთან ერთად. პროკურატურის ზეწოლას 6-მა ბრალდებულმა ვერ გაუძლო და არ ჩადენილი ბრალი აღიარა. საპროცესო გარიგებით ნაკვეთები სახელმწიფოს დაუთმეს. და მე არ ვიცოდი რა ის ყადაღამადებს მე უთხარი და რასიო და საირმის მიწებზე გავდეთ ყადაღაო. მე კი დაგვიბარეს ქუთაისშიდაც და დიდძალი ზარალი მიგვიყენებია საირმისთვის ჩვენ თურმე. 6-დან 9 წელიწადი თაღლითობის მუხლი და სისხლის სამართალი. დირეციდივისტი დავდიოდი ბაღდადში ამწოდნიე ჩემი თავი მე თვითონ. დაგხრიტოთ გამორიცხულია ამის საერთოდ დათმობა არ არსებულია. ეს არ არის ჩვენთვის რაღაც მატერიალური ქონება, რაღაც ფულად ქცეული. ეს არის ჩვენი ისტორია. აქ 7 შვილი გაიზარდა, შვილიშვილები, სულ ყველა აქა ვართ გაზრდილი. და ამ ყველაფერს ვერც გავყიდით, ვერც ვერავის ვერ ვაჩუქებთ და ვერ დავთმობთ. ეს გამორიცხულია, სანამ ცოცხლები ვართ. დათმეთ ეს ადგილები და თქვენზე არც დევნა იქნება, არც არაფერი. და ხუთმა პიროვნებამ თუ არა ვცდები დათმო დანარჩენები, როგორ დავთმობ? აქ დავიბადე ქვია, გავიზარდე და როგორ შეიძლება დავთმო? მე ვერ დავთმო. აღიარეთ რომ ჩაიდინეთ დანაშაულიო და კარგად ბრძანებოდით და მოგიხსნით ყველაფერს. რა უნდა ვაღიარო, რაც არ ჩამიდანებია, რა უნდა ვაღიარო. რო ვცხოვრობდი, ის უნდა ვაღიარო, არ ვცხოვრობდი, თქვა? აქ რო გავიზარდე, უნდა ვთქვა რომ არ ვცხოვრობდი, აქანე თქვა? და რატომ დათმეთ მერე? ის დავთმე მარმენიებდნენ პროკურატურაში და ნაში და სამეცალა მარიანის არბენ. უნდა დათმო და დავთმე მერე, აბა რამეთი. პირობითიც მომცეს, პირობითიც მე ვიხადე. სამერბინე ამ ქუთაისსა და ბაღდადშია. მივდივარ ტყისკენ, მირერავენ ჩამოდი. იატოვე საქმე წადი. ინვესტორი კოხოძე არ მალავს, რომ ამ ტერიტორიაზე უნდა მოაწყოს სამონადირეო მეურნეობა, რომელშიც წითელ ნუსხაში მყოფი სახეობები არჩვი და ირემი უნდა გაამრავლოს. მოსახლეობა კი შიშობს, რომ მდიდარი მეზობელი მათ პრობლემებს ხელოვნურად შეუქმნის, რომ ტერიტორიის დატოვება აიძულოს. არომდე გავალ და მე სხვისია. ესეც სასამართლოში ხოდებს ახლა ეს საქმე. ხო, იქ ვერ გამოვილი, გზას დამიკეტავენ. და მე მინდა ყველა მაგ ზოგი თევზაობს ანკესით დადის. ზოგი გაივლის გამოივლის, აქ ქვეყნის ხალხი მოდის, ყველა საუგრძალავენ. იყო ასეთი თქმა რომ არავის არ აუგრძალავთ, მაგრამ როცა გაიფორმებენ, აგიგზალავენ კი არა. კურორტის ადმინისტრაცია მოსახლეობას უკვე უზღუდავს გადაადგილებას ძელგორის მიმართულებით. ესაა ტყეზე გამავალი გზა, რომელიც ინვესტორმა დაკეტა, მოსახლეობა კი ტყით ვეღარ სარგებლობს. არადა, ამის უფლება არავის აქვს. მით უმეტეს რომ ლიცენზიის ერთ-ერთი დათქმაც, ერთ-ერთი პირობაც სწორედ ის იყო, რომ საირმის ტყეში გადაადგილება არავის უნდა შეზღუდვოდა. ზელგორი არის აი ნათელი მაგალითი არის. ვერ მივდივარ, ვერ მოვდივარ, ვერც მანქანით, ვერც ცხენით. იმას თუ მეტყვის, ჩემი გაჭრილია გზა და მანქანით შენ რატო უნდა იარო? ცხენით ხო დავდიოდი მანამდე, ფეხით ხო დავდიოდი. ეხა რატო არ მაქვს უფლება გავიარო? კოდექსის მიხედვით საერთო სარგებლობით ტყის სარგებლობის უფლების შეზღუდვა არ აქვს არავის. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია იმყოფებოდეს ტყეში და თუ ის არ მოიპოვებს რამე რესურსებს, ტყეს არ ჭრის, ხე-ტყეს არ ჭრის, დასვენების, რეკრეაციის, რა ვიცი, სოკოს შეგროვების, კენკრის შეგროვების და ასე შემდეგ მიზნით თავისუფლად შეუძლია ნებისმიერ ტყეში იყოს და ეს საქმიანობა განახორციელოს. კერძო ტყეშიც კი, კერძო ტყის პატრონსაც კი არ აქვს უფლება შეუზღუდოს ადამიანებს ასეთი ფორმით ტყით სარგებლობის უფლება. მით უმეტეს სამონადირეო მეურნეობის ლიცენზიის ფლობა ასეთ უფლებას არ იძლევა და თუ ლიცენზიის პირობად არის, მით უმეტეს ეს შეუძლებელია. სამონადირეო მეურნეობის დირექტორი ირაკლი გორგოძე მედიას ვერ პასუხობს, როგორ აპირებს ადმინისტრაცია აქ არჩვის და ირმის გამრავლებას. არც თავად ინვესტორის პასუხია სპეციალისტებისთვის ცხადი და დამაჯერებელი. ირემი საიდან უნდა შემოიყვანოთ? მაგას რამე გადამწყვეტი მნიშვნელობა. რა თქმა უნდა. იმიტომ რომ თქვენი როგორ არა, თქვენი ინვესტიციის ერთ-ერთი მთავარი პირობაა. ხო და საიდან მოგყავთ ირემი, აბა მითხარით. არის რატო ეგ მნიშვნელოვანი ვერ ხვდები რა. თუიცით მითხარით. რატო ამ მნიშვნელოვანი ვერ გავიგე. ერთ-ერთი მთავარი პირობაა. ლიცენზია მე ხო არ მოგცეს, თქვენ მოგცეს. ხო და რატო უნდა იყოს ეს ხალხი? აი გეკითხებით რომ რა საიდან მოგყავთ ირემი თქო.
უპირობოდიცით რომ შეასრულებთ ამ ვალდებულებას? ხო და როგორ აბა მითხარით? გამოქვეყნებულია საჯარო ეგ ინფორმაცია როგორ და ხო ანუ გიღოთ დოკუმენტები მანქანა. არა, დოკუმენტები მეც ფლობ მაქვს. საკითხაოდ მაქვს საკითხული ყველა დოკუმენტი ბევრი საჯარო მოხელისგან განსხვავებით. მიმართულებით მუშაობთ, მათ შორის დაღესტანიდან გადმოყვანაზე. ირმის. ეგ ჰაბიტატი ბორჯომხარაგაულის ეროვნული პარკის მიმდებარე საირმის ტყისთვის შესაბამისია. ხო და აი გეუბნებთ, რამდენიმე მიმართულებით მუშაობთ გარემოს დაცვის სპეციალისტებთან ერთად. როცა ჩვენ გვექნება იმ ირმის თქვათ თავისი საბუთები, გენეტიკა შემდეგ მე არა ვარ ექსპერტი ამ საქმეში და ბოლომდე ვერ შევალ, თუმცა ვსწავლობ ახლა და 1-2 თვეში მეცნიერება კარგად. აი დავდივარ გამოფენებზე და ვსწავლობ. როგორც კი გვექნება გენეტიკა ამ ირმების და არჩევების, ამის შემდეგ შესაძლებელია გადმოყვანა. თუ გადმოვიყვან და ეს არ იქნება იმ გენეტიკის რაც არის იქ გავრცელებული, მაშინ ტყეში გაშვების უფლება არ აქვს. მაშინ ის შემოღობილში უნდა ყავდეს და ტყეში ვერ გაუშვება. მაგრამ ირმის მოშენება თავისთავად იმ საშენს ცალკე ლიცენზია სჭირდება, კიდევ დარწმუნებული ვარ იცით ეგ ამბავი, მაგრამ ირმის მოშენება არის ლიცენზიის ყველაზე მთავარი პირობა მათი ბუნებაში გაშვების. მე ხომ მაგარი საქმეა. საიდან აპირებთ? ხო გითხარით კაცო. დაღესტნიდან? არა მარტო, უამრავი შემოთავაზება გვაქვს, მუშაობთ. ხო და ეს სადედა ინდივიდების მოპოვებაც შეზღუდულია. კი, რამდენი ხარირემი უნდა იყოს, რამდენი ნუსხაშია და რადგან ლიცენზიის მთავარი პირობაა ირმის მოშენება და მისი ბუნებაში გაშვება. ანუ ჯერ არ გაქვთ ესე იგი. ცოტა მოგვიანებით. არა. ეხლა მუშაობთ. შეიძლება რომ ვერ განახორციელოთ ეს პირობა? არა, განახორციელებთ, რატო ვერ განახორციელებთ? ლიცენზიანტი პროექტის განხორციელებისთვის იღებს ვალდებულებას დახარჯოს არანაკლებ 4 მილიონი ლარი. თუმცა სპეციალისტები აქ ყურადღებას ამახვილებენ იმ საკანონმდებლო ხაფანგზეც, რომელსაც მრავალმხრივი პრობლემების შექმნა შეუძლია. სპეციალისტების ნაწილი არ გამორიცხავს, რომ საირმის ტყესთან დაკავშირებით კოხოძეს სწორედ ეს გათვლა აქვს. სამონადირო მეურნეობა რატო შეიძლება უნდოდეს ადამიანს და ლიცენზია უნდოდეს ადამიანს, ეგ კიდე ცალკე ამბავი არის და ეგეც კიდე ცალკე ასე ვთქვათ ხაფანგი არის საქართველოს კანონმდებლობის. შესაძლებლობა ჩვენი კანონმდებლობით რომ დიდი ფართობის ტყე ავიღო, არის ის რომ აუქციონზე ვიყიდო სამონადირო მეურნეობის ლიცენზია და მე თუ მინდა იქ სულ არ გავაკეთებ ნადირობას. ეგ უკვე სხვა ამბავი არის რა. ხო და შესაძლებელია ამ შემთხვევასთანაც ვქონდეს ადგილი. სამონადირო მეურნეობის ლიცენზია რომ ფიქციაა, ამას დიდად არც კოხოძე მალავს. იჯარით ვერ ავიღებთ, იმიტომ რომ არ არის კანონმდებლობა მაგას არ გაწევს მაგის საშუალებას და გავიტანეთ აუქციონზე და ავიღეთ ლიცენზია და მივიღეთ ეს ტყე და მე ტყუილად ხო არ ავიღებდით. სამონადირო მეურნეობის გასაკეთებლად და რეკრეაციული ფერმის გასაკეთებლად უბრალოდ. ეს ყველაფერი კომპლექსში მე არავითარ შემთხვევაში არ დავხარჯავ იქ ათეულობით მილიონს. თუ ხედავ რომ ვიღაცემა იქ შეიძლება გადამიწვან საერთოდ ის ტყე და დამიტოვონ მარტო ის სასრიალო ტრასა, ან გვერდით შეიძლება რაღაცა ქოხები ამიშენონ, არ შევალობაში. სასრიალო ტრასის მოწყობა კოხოძის სულ სხვა პროექტის ნაწილია. საუბარია 2024 წლის აპრილში მთავრობის მიერ მისთვის 1000 ლარად გადაცემულ მთაზე, რომელიც ბაღდათის და ვანის მუნიციპალიტეტებს ეკუთვნის. ეს მოხდა პირდაპირ მიყიდვის ფორმით, ნახევარი საუკუნით, აუქციონის და ყოველგვარი კონკურენციის გარეშე. ინერტობა დღეს საქართველოს ყველას გავყიდიან ერთ საათში. გაჩომდი. რამე არ მეშინი, არავის არ მეშინი, კაცო. ეპეგია თავრობა. ნახეთ. 1 მეტრო მიწას არ უტოვებს სოფელს, რომ წევდე საკუთარ მობალახოს და კოხოძე მილიარდებით ვარ, ჯიბეში და იგრიალოს, არავინ არ აგრიალებს. იყიდა, ხო კოხოძეს არა, ჯარ და კოხოძესა, ყველაფერი, აბარაია. ეს გადაწყვეტილებაც ისე მიიღეს, რომ ადგილობრივებისთვის არავის არაფერი უკითხავს. ყოფახიძე რაც გადაგებიებ შენ და ივანიშვილი და ეს ქერვახა დააყენენ მეველე პრეზიდენტად. იგი მეველე. მეველე იმას კაიცხენი, მიაჩვა გამოაკეთა დაამპრობ საცხა. მის ხონებას ხო არაფერს ვითხო. საცხა ვიყავი, შემეკითხა, მაშინ არ დავდგამდი იმ ბინას იქანა. არ მევიმრავლებდი საქონელს, რო ეთქვა თავიდან და ვიქნებოდი ჩემთვის წევიდოდი საცხა ევროპაში და ვიქნებოდი იქით. ახლა ეს საქონელს რა უყო? დასახლებულ ხარს რო აღრიდი, კოხოძე კი არა, ვინაც უნდა იყოს პირი დაებანებას, ხედო? დაებანებას, რაში უხარ? შენ რაში ვარ? აი, თავის საქმეს აკეთებს, იგი და თავის საქმეს იმაშობა. შენ მოგდი შენ თუ გინდა, რაში ვარ? აი. ჭია.
ალპურ საძოვრებს. ვანის მიმდებარე სოფლების მოსახლეობა ასობით წელია იყენებს. ეს მათი შემოსავლის ერთადერთი წყაროა. ალპური საძოვრებით სარგებლობენ 4 მხარის სოფლები: ვანის, ბაღდათის, ჩოხატაურის და ადიგენის. კოხოძისთვის გადაცემული ტერიტორია იმერეთის საძოვრებს თითქმის მთლიანად მოიცავს. ინვესტორი ამტკიცებს, რომ ის მეწარმეებს ხელს კი არ შეუშლის, დაეხმარება. საგლახავთ იგდეს ხალხი, მოუმატეს იგი 35 ლარი პენსია. რა არის და ხორცს ვერ იყიდეს ადამიანი და აი წამლებში არ ყოფნის და რა არის მაგი. შემეიარო ახლა მთელი სოფლები შემეიარო 200 ლარს ვერ იშოვე. მე ახლა რომ დამჭირდეს მაგის იმედი მაქვს რომ თხა მყავს გავყიდო, ღორი მყავს გავყიდო, რაცხა გავყიდო და კარები არ მაქვს და ფანჯარა არ მაქვს სახში. ახალი აშენებული სახლი მაქვს, რაცხა ნაწვალები. დავარებებ თავს რაც ბოლო ახლა ამ საქმიანობას აბა რა ვქნა. აბა მთაში თუ არ გამაჩერენ, ბარში არ გამაჩერენ, სადაც მოყარ მესაქონელი. რასაც რაც იქნება, ის იქნება და მე რასაც მოვიფიქრებ, ან წავალ სადმე საზღვარგარეთ და ანაცხას ვიზა. ასე რომ მემეგროვებია 4-5 წელი ვიმუშავე თურქეთში ეს საქონები რომ მემეგროვებია რაღაც 2 კაპიკი წელში ვარ გატეხილი ნაშრომი, მაგრამ რა ვქნა. როგორც კი სოფლებს არ ექნება ზაფხულის საძოვარი, რომელიც არის ეს მთა განსაკუთრებით საირმის მიმდებარე ტერიტორია, ჩემი სოფლის ესე ვთქვათ, აგრეთვე საძოვრად ითვლება და ჩვენ ყოველთვის პატარობიდან მახსოვს, როგორ ემზადებოდა სოფელი, რომ საქონელი გაეყვანათ მთაში. ასე ამბობენ, მთაში მიყვავს საქონელი. ეს არის ის მთა, საირმის მთა, რომელსაც უყურებთ ჩვენ ზუსტად ჩემი სოფლიდან, ეს ამაღლების ზემოთ არის პატარა სოფელი ინაშაური. თუ ჩვენ აღარ მივეცით ამ ხალხს საერთო საძოვრებით სარგებლობის საშუალება, ჩავთვალოთ, რომ სოფლები აღარ იარსებებენ, რაც არის ყოველად დაუშვებელი საქართველოს იქ არის დაახლოებით 4000-5000 ჰექტარია სულ დაახლოებით. საძოვრებისთვის სჭირდებათ ალბათ 1000 ჰექტარი. ანუ გაცილებით დიდი რაოდენობაა იქ თქვათ მინდვრები, მაგრამ კურორტს შეიძლება დაჭირდეს სულ 100 ჰექტარი. სადაც კურორტი განვითარდება, იქ რა თქმა უნდა საქონელსაც როხას არ შეუშვებთ, მაგრამ ზაფხულში ვისრას ან ზამთარში გვერავდნენ, თორე ჩვენ რახელი შეგვეშლება არანაირი, პირიქით. გზები ექნება დასასვლელი ნორმალური, ზაფხულშიაც წავლენ და ზამთარშიაც წავლენ და თუ კი კიდე ვინმე ექნება სურვილი რომ მაგარი ფერმა გავაკეთოთ, მე იმათთან ერთად მაგარ ფერმას გავაკეთებ და რა ვიცი, ყველანაირ პირობას შევქმნით, რომ გაცილებით უკეთეს პირობებში იცხოვრონ და აკეთონ თავიანთი, მეწარმეები ვინც არიან, აკეთონ თავიანთ საქმეს. ვანის მთაზე ინვესტორს 750 ნომრიანი სასტუმროს მოწყობის ვალდებულება აქვს. უნდა მოეწყოს სათხილამურო ტრასებიც, თუმცა გარემოს დამცველთა მტკიცებით ყველგან სამთო სათხილამურო ტრასების მოწყობა შეუძლებელიცაა და დაუშვებელიც. იქ კურორტის განვითარება თავის კლიმატური პირობებიდან გამომდინარე პრაქტიკულად შეუძლებელია. ის არ არის ზამთრის კურორტი. ის გამორიცხულია, რომ გამოყენებულ იქნას ამისთვის. კი უნიკალური ადგილებია, ალპური ზონაა, მაგრამ ალპური ზონა მოითხოვს ჩვენი კანონმდებლობით, ისევე როგორც ნებისმიერი საერთაშორისო კანონმდებლობით, მათ შორის ბიომრავალფეროვნების კანონმდებლობით, სერიოზულ დაცვას. სამთო სათხილამურო კურორტი ანადგურებს ალპურ ზონებს. ეს ყველასთვის მისაღები, ყველასთვის გასაგები მომენტია. ამიტომ ნებისმიერი ქმედება და ჩარევა ხელუხლებელ ალპურ ზონაში არის პრობლემა. ადგილობრივი ხელისუფლება ინვესტორის ინტერესებს იცავს და ამბობს, რომ თუ კურორტის საირმე გაფართოვდება, ეს ადგილობრივების კეთილდღეობას მხოლოდ და მხოლოდ გაზრდის. ამასვე ამბობს თავად ინვესტორიც. ინტერესში და ბაღდათის ინტერესში არ შედის ის რომ არ შედის რომ მილიონიანი და რამდენიმე მილიონიანი ინვესტიცია განხორციელდეს ბაღდათში, ეს არ შედის მერის ინტერესში. რა თქმა უნდა, ხოხოძე გადაყოლილია რაიონზე ზედ თუ დაინახავენ და თუ მიხვდებიან. ყველაფრით აბსოლუტურად. ყველაფრით. ბიჭო, მუნიციპალიტეტს 4 მილიონი ლარის ხელფასს არიგებს საირმე. წარმოგიდგენთ რას ნიშნავს? წარმოგიდგენთ 14000 მოსახლე რო არის და იქ რას ნიშნავს 4 მილიონის დარიგება წელიწადში? კურორტი. და არა სამონადირო მეურნეობა. ხო და კურორტი რო კიდევ განვითარდეს და კურორტი რო არ წაიქცეს და არ დავკეტოთ
სამონადირეო მეურნეობაც უნდა გავაკეთოთ. იქ სათხილამურო ტრასებიც უნდა გავაკეთოთ და ყველაფერი და მე თუ დღეს აი თუ დიახ, რომ არ დაგვიზიანონ და ეს რა ქვია, მწვადები არ შეწვან ტყეში და ხანძარი არ გააჩინონ. არადა მოსახლეობა საფრთხეს პირიქით ხედავს, სწორედ სამონადირეო მეურნეობისგან, რომელიც მოსახლეობის ეზოებს ესაზღვრება და თუ იქ ნადირობა დაიწყება, გადაადგილება უსაფრთხო აღარ იქნება. ამას კი კატეგორიულად უარყოფს ინვესტორი და მოსახლეობას ბრალს იქით სდებს ბრაკონიერობაში. გადახვალ ჩემი ეზოდან უკვე იწყება სადღეო მეურნეობა, სამონადირეო მეურნეობა. აი ეხა სადაც ვდგავარ, აი ამ ბილიკის შიგნით არის ჩვენი ეზო. ამ ბილიკის გარეთ ეს უკვე სანადირო მეურნეობაა. აი ეზოდან გამოდიხარ და სანადირო მეურნეობაში ვცხოვრობ, ანუ ალყაში ვარ. როგორ რავი ეხა სად თოფისროლა და ნადირზე ზდევა და ტყვიების წუილი და სად ცხოვრება ეხა და სად ტურიზმი და სად სეირნი ეხა საცხენოსნო ტურები მაქვს მე ზაფხულზე და სხდებით და დავდივარ რა ამ გზებზე ამ ბილიკებს და სილამაზეებს ვანახებ ხალხს და რავი მე მგონი უფრო რაღაც საფრთხის შემცველი არის. აქ ბავშვებიც იქნება, ყველაფერი იქნება და მე რომ მორბისა რომ ისვრის რა ვიცი სად გაიქცევა ის ბრმატყვია. ხო შეიძლება ადამიანს მოხდეს ხანში მოხდა ესეთი ამბავი რომ ბუჩქი გაინძრა და ესროლა და მოკლა კაცი. კაცი მოკლა დათვიეგონა. ჩემი შვილიშვილები დადიან დახეტიალობენ ხოლმე ხან გირჩებს ეძებენ, ხან თამაშობენ, ხან რაღაცა და საშიშროების მეტი რა არის. საშიშროება საქონელს ვერ გადავდენით. ეს კაცი ახლა იქიდან ტყიდან მოგადგესა სიტყვაზე თქვა რამე გეისროლოსო მე სამონადირეო მეურნეობაში ვარო უსაფრთხოების ზომები უნდა იყოს დაცული ხო ჩემი მხრივ მე ასე ვფიქრობ თუ არა არა ის აბსოლუტურად სხვა ადგილზე იქნება ნადირობა სადაც ადამიანები არ დადიან საერთოდ არანაირი საქმე არ აქვთ ეგ ტერიტორია მარტო იმ ადგილში იქნება თოფისროლა გამორიცხულია საერთოდ აი რატო შემოღობა მე იქ რომ მწვადები და ცეცხლი გააჩინოს ტყეში და მე მგონი ჩვენ ამ ქვეყანაში ცხოვრობთ და ყველამ კარგად ვიცით რომ რიც დამთავრდება მე მან წვადი შეწვა და ტყის გადაწვა და როგორია სამონადირეო მეურნეობებზე ლიცენზიის გაცემის პრაქტიკა როგორც მთის ამბებმა აღმოაჩინა ლიცენზიები გაიცემა მოთხოვნილ ტერიტორიაზე არსებული სანადირო ფაუნის ყოველგვარი წინასწარი აღრიცხვის და შეფასების გარეშე პრაქტიკულად ბრმად აპრობირებულია პრაქტიკა რომ მოსახლეობასაც არავინ არაფერს ეკითხება დოკუმენტაცია ადასტურებს, რომ სააგენტოს ჰქონდა საჯარო განხილვების სიმულაციის მცდელობა. იყო, ესე ვთქვათ, შიდა შეთანხმება გარკვეულ პირებთან, რომ ყოფილიყო მოწვეული მათთვის საჭირო ადამიანები, რომლებიც შექმნიდნენ საჯარო განხილვის იმიტაციას. როგორც ვფიქრობთ იმ შემთხვევისთვის, თუ კი გახდებოდა სადავო, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნა საჯარო განხილვების გარეშე. მოსახლეობა დანებებას არაპირებს და აქციებზე მართავს. ბოლოს 29 ივნისს ვანის მუნიციპალიტეტის მერიასთან გააპროტესტეს ინვესტორის მიერ მოქალაქეების უფლებების უგულებელყოფა და სახელმწიფოს უყურადღებობაც. ლამაზად ფუთავს, რომ ესო ყველაფერი ადგილობრივებისთვის სინამდვილეში დიდი სებინძურე ხდება, გზები ჩაგვიკეტა, ვიჩივის, უამრავი საჭიროების წესში პირდაპირ მე მიჩივის ამა ჩემს და რა ვიცი, სულ ყველა ადგილობრივი. თოფით ტყეში არ შეხვიდეო. ანკესი საქმელი როცა ყავს, ეხლა და ჩემი წინაპარი ბიზნესში თოფით დაყვებოდა ჯოქს, მე უთოქოს როგორ ვიარო. როდავი რეგისტრირდეს, თქვენ 2020 წელს გადაწერეთ, განსაკუთრებით მოიწურეთ, შემოღობეზო და შეიყვანეს სახელმწიფო მაშინ შეცდომაში და ფაღლიდურად დაირეგისტრირეს, მიწაო. ამას მე დავებია, მოკიწელები, ბაბუაჩემი 2005 წელში გარდაიცვალა, მე რუსეთში ვიყავი, წასული და რო ნელ-ნელა ნადგურდებოდა, მივატოვე, ყველაფერი ჩამოვედი. მე საქონელს მეუვი, ეხა ბაბუაჩემი საქონელს ფერმა გავაგზავნე და არც ერთი ხოხი არ წაქცეულა ყველა, იმიერს აკუპა შენარჩუნებული და ის მოქმედება, რასაც ბაბუაჩემი აკეთებდა ვაგზავნე. ამაში ვიშლის კაცი ხარ. ხო, უნდა ვიყო საქონელში ვარ აქ. მიხარია მე აქ გომა. მოსახლეები რო იყო იქ და მე საჯარო განხილვები რო ჩაატარეს, სადაც უნდა მიეღო ადგილობრივ მოსახლეობას. ისა რა ქვია, მონაწილეობა და დაკითხებოდნენ ამ თავს რომ ამ რაღაცას ვაკეთებ და ერთი მაშინ აღარ ახსოვს რომელი
აბა იმ ხახაზე მაჩვენე რომელი ადგილობრივი მოსახლის ხელმოწერა არის? რატი რაც ყოფილიყავი და იმას იდეა ეთქვა ჩემი. ხო. შენ თუ მოგესმენე, ეგეთ შემალდები. ახლა ვანერი ვარ, თქვენ ყოფილიყავით ვანერი და მოსახლე აი იდეა და აი შეგადები, მე წინააღმდეგი. იმარა პირველ რიგში მაგრამ ადგილობრივი არ უნდა მეიწვიო? მაგრამ როცა კონკრეტიკაზე მიდგება საქმე და დეტალებზე მიდგება საქმე, ვინ როგორ მიიღებს აქედან თვათე, ეთნიკობა ამ შემთხვევაში შეიძლება ყოფილიყო წინააღმდეგობა. ეს დეტალები არის მოსაგვარებელი, არის ჩვენ უკვე დაზარალებული ხალხი ვართ, ჩვენ არ. უკვე მაგისთვის იცი რა უნდა გააკეთოს. მე მაგი მიმდინარეობს. მე ვარ აფხაზეთი. მე ვარ ამ ოჯახის მესხიების სიცი. ბავშვობაში რუსებმა და აფხაზებმა გამომაგდეს ჩემი სახლი და ეხლა აგერ ჩემს მიწაზე ქართველი მაგდებს ისევ ჩემი სახლიდან. ეს ვერ გამომაგდეს. ეხლა გვარვენიმე სასამართლოში. სატყეორო უჩივის ადგილობრივებს. ისტორიის კონკრეტული მარი არაფერი არ არის. ყველა ასე პასუხობს. მაინც ვერ წაგარწევენ. მაინც ვერ წაგარწევენ. პასუხი ეს რა? უნდა გქონდეთ მოწესრიგება. ყველაფერი გვაქვს. მოწესრიგებული გვაქვს დოკუმენტი. კალურად როვა თქვენ ჭირმა გაკეთებული და სასამართლოში რო გვარბენინებენ და გააყალბეთო და ჩემი სიმამრის ზურაბთოლობა ვარ რო შეიწირე სასამართლოში სიარული დიდი ბოდიში თქვენთან ვსაუბრობ ჩემი სიმამრის ზურაბთოლობა უპატიოსნესი ადამიანი რო შეიწირე სასამართლოში სიარული და სასაფლაოში როდებს ეხლა ეს კაციებული ეს კაცი იმიტომ ვარ ჩვენ ასე აღელვებული თქვენ ახლა რო გამოხედით დოკუმენტალურად გქონდეთ თუ გაფორმებული ჩვენ რამოდენიმე წლის მერე მოგვადგნენ და უკვე ბედავები აი ეს არის პრობლემა ანუ ეხლა ჩვენ რო დოკუმენტურად მოვაწესრიგეთ აი ესეთი რატო და დოკუმენტურად როცა არა გაქვს ხო ლუბოიჯოს მოვიდა და იჯარი და შენ აკრები ადგენდა დოკუმენტურად რო მოვაგვარეთ აი ამაზე გასწავლები რომ ვეღარობდით და იცავით ესე ხო არ გიჩერდით ცხოვრობდიო დოკუმენტის გარეშეო და კიდე იცხოვრებ 100 წელი მაგრამ არ გინდა დოკუმენტიო როგორ არ მინდა რა შენ გინდა ამ ხელა 13000 ჰექტარი მისცა დაიკანონოდა დოკუმენტით გააფორმოდა შენ საკუთრებაში და ჩვენ 700 კვადრატი არ გვინდა რაცო შეიძლება კოხოზიდან ვართ ადგილობრივი მოსახლეობა შეწუხებული ის რას თქვენ თქვით ლამაზად რომ გზები გავა იქ ვიღაცას გზამი გენს მიუყვანთ გას მიუყვანთ თქვენ ეს პროგრამა ასწელზე მეტია საირმეში ცხოვრობ ადგილობრივი მოსახლეობა დაახლოებით 20 ოჯახია როგორც კოხოზზე მოს 6-7 ადამიანია დაახლოებით 20 ოჯახია ყუროს საირმეში თუ გაგიგიათ მესხიები ფიფიები თუ გაგიგიათ მესხიები და ფიფიები შეგრელები ვარ ბეჭუბავრია ვარ ხო და ჩვენი წინაპრების ამოჩენილია ყურორტი საირმე შავეწყლები ვალიკო მესხიაშვილი შავეწყლები ჩვენი აღმოჩენილია ჩვენი წინაპრების მანამ ცხოვრობით იქ სანამ საერთოდ არა მოდი ხომ მოგისმენთ ახლა მე კი ბატონო იქამდე მივალო მაგრამ გააგზელებ კი ბატონო მანამ ცხოვრობით სანამ ყურორტის დაარსდებოდა სანამ გზა ბაღდათიდან შევიდა უხუცესად გზა გადასასვლელი თავიდან სანამ ზაგაკეთებოდა სანამ კოხოზე გამოიჩეკებოდა და მოვიდოდა 15 წლის უკან ჩვენთან და აგვიწიოყებდა სიცოცხლეს და ცხოვრებას აგვიფორიაქებდა მიწებს აგვიყადაღებდა გვიჩივლებდა ერთი საჩივარი ადგილობრივი მოსახლეობიდან კოხოზის მმართველებს ერთ საჩივარს სოფლიოში ვერ მოიპოვეს ვერავის მისი საჩივარი ძალიან ბევრი მიდევს სახში და ყოველივე ჩვენთაგანს ერთი ადამიანი არ არის ყურორტში მეზობელი ვისაც ნაჩივლები არ აქვს უბრალოდ აი მე არ მომწონ შენი ფასადი ისე სიტყვაზე ვაღობ ეხლა იგივეს გვეუბნება აი თქვენთვისო მე არაფერიო თქვენთვისო გზაო გაზიო დენიო ფუფუნებაშიო და ამავსობაში გვეუბნება ერთს გვიზღუდავს გზას გვიკეთებს საირმიდან ძელგორზე ვეღარ მოხდები არის უზარმაზარი ჭიშკარი იქ პრივატიზაცია გაუკეთა შესასვლელს და ჩემი ტერიტორიაა თუ კი ყიდულობ გზას და შესასვლელს ალტერნატიული გაუკეთე ადგილობრივებს ხო 7-8 წელია მე იქ ვერ ხვდები ვაზამთრებდი იქ საფონეს ძელგორზე კერძოდ აი შევდენი ტყის და ალპური შუალედში ვაზამთრებდი სანამ ბიჭოლი არ შემაწუხებდა 7-8 წელია ვერ შევდივარ ინა ეს სისულელეს ამბობს გზა არის ავარიულიო მე ისედაც დავდივარ შემიძლია არის გასავლელი გამოსავლელი დავდივარ გზა არის ავარიულიო და უსაფრთხოების მიზნით ჩავკეთებ სახელმწიფო ტყე რომელიც თუ კი ავარიულია უნდა ამაზე უნდა სვოდოს სახელმწიფო არა კერძო პიროვნება მაგრამ მას აქვს მოკავებული მისაკუთრებული
ჩემი სახლის მიმავალი გზა ბაბუაჩემი 1925 წლიდან ცხოვრობს და გზაზე დამიყენა გასართობი ცენტრი რაღაცა ზიპლანი ცხენით ვეღარ გავდივარ. იქ დავდივარ როდო ფეხით, ავტო კიბე დააყენა და კიბეზე ცხენი ვერ დააწყ. გამოიწვია. ხო, და ყველანაირი შემზღუდა ადგილობრივები გვიჩივის სასამართლოში გვარბენიებს და აი ველოსიპედი რო გადის და ჯოხს რო პაგრიშკაში რო ჩაუდებ ის იაკეთებს ხო და არ გუჯერა ჩვენ ადამიანის და ეს დღევანდელი დღე რაც ხდება 10 შეხვედრა აქვს რაც არის ხო ეს არის ყველაფერი კოხოდის ინიცირებული და მისი დაკვეთილი და ვაპროტესტებთ მის ქმედებას და აქ შეიძლება კეთილსინდისფერი ხალხის იყოს ჩართული მაგრამ არ იცოდეს ის რაც ხდება და უნდა გავაგებიოთ მათ შორის თქვენ შეიძლება სექსუალურად არ წიღებდეს რაც ხდება გამწარებული ვარ. დღეს საქართველოში სულ 15 სამონადირეო მეურნეობაა. ნაწარმოები შეიცავს თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან მოწყობილობის მოხმარებას. ნუ აიძულებთ ბავშვებს ისუნთქონ თქვენი კვამლი. მოწევა მავნებელია თქვენი ჯანმრთელობისათვის.